სულ მინდოდა რომ Forbes-ის 30 under 30 ყოფილიყავი და არ ვიცი როგორ უნდა მიმეღწია ამისთვის და ჩემი ცხოვრება დაკარგული იმიტომ რომ აღარ არის შანსი. აღარ არის შანსი 32 წელს. და წინ უუკირკიტებ. და არც ვიცი როგორ უნდა. მე ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა მან და არ ვიცოდი რომ ყველა ერთმანეთს იცნობენ. ხო, რაღაცა ეს არის რა ქვია. რაღაც ჩაწყობებია, მოდი ესე ვიტყვი. შენ რამდენი წელს ხარ? მოდი შეთქადრება. მოგესალმებით ყველას, ეს არის ჩვენი პოდკასტი დაქალთან ვრჩები. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვართ ჩემი დაქალის სახლში. ძალიან გვიხარია რომ როგორც იქნა დავიწყეთ ამ პოდკასტის ჩაწერა. მე ვარ ნინიკო და ეს არის თიკო. დიახ, ხალხო 1 წელია ვბუქსაობთ და ეხლა კავეა პლუსმა ცოტა მოგვიჭოჭა და შევკრიბეთ ამ ოთახში. დიდი ხანია სიდია გვაქვს და ძალიან მიხარია რომ დაქალთან ვრჩებით. აგერ მოგვიტანა საათი, შვენიერი ხალათები, რომელსაც მე მოვიზომებთ, ალბათ რომ დამთავრდება გადაღება. და არ ვიცი, რაღაცა ძალიან აღელვებულები ვართ. კი, 1-3 წუთი უნდა და მე. ხო. მე კარგად. 1 წელი. ველოდით ამ მომენტს, გოგო. მე მფიქრობ, რომ შეიძლება ვიღაცები ვინც გვიყურებენ ახლა, იმიტომ რომ გვიცნობენ და ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ თუ ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც არ იცი საერთოდ ვინ ვართ, უნდა გავაცნოთ ერთმანეთი. შენ გინდოდა, მე მინდოდა რომ ჩემი თავი გამეცნო, მაგრამ შენ თქვი რომ უფრო საყვარელობა არის თუ ერთმანეთს გავაცნოთ. ძალიან საყვარელია. ეს არის ნინიკო. აი, მაინტერესებს უბრალოდ ვიღაცამ რომ კითხოს ნინიკო ლეკიშვილი ვინ არისო, როგორ წარადგენ. ახლა ხომ მკითხეს. ვინ კითხა? შევიმინდა რომ კითხოს. მე არ ვიცი, არ მყავს კრაში. ვინ კითხა, მითხარი გახვეწები. ვინ კითხა? დეაჩემა. ბიჭი გინდა ხო ვიღაცა. დეაჩემა მკითხა ვინ არისო და ეგ ვინ არისო? არა, ერთხელ მკითხეს ლეკიშვილი აბა რომელიაო და. ანუ როგორ დაგახსიათებდი? ხო, რას ეტყოდი? გოგო ტოპ კომიკოსი. წითელ პომადიანი დევნილი. საფი არა, მაგრამ პოგადასკედო. კი, true. გოგო რომელიც ხუმრობს სულ ურთიერთობაზე, პოლიტიკაზე, ქალობა საქართველოში და მგონია რომ მაგით დავიმეჩეთ. ჩვენი რაღაცა ენერგიით თუ გავართ და იმ ხუმრობებით რასაც ვაკეთებთ. იმიტომ რომ ჩვენ ორივე stand-up თბილისის კომიკოსები ვართ ასევე. კი ბატონო და ასევე კინოში მუშაობთ ორივე და ნინიკო არის ძალიან კაი მონტაჟე. თქვენ ახლა ამას რო უყურებთ. ეს არის ნინიკოს დამონტაჟებული. მოდი არ ვთქვათ, იმიტომ რომ არ ვიცი ზუსტად რამდენად კარგად დავამონტაჟებ, მაგრამ იმედია კაი იქნება და თიკო არის პროდიუსერი, აგრეთვე კინოში მუშაობს, არის stand-up კომიკოსი, არის მომავალი დედა. თუ უკვე დედა თითვლები? გოგო, აი ძალიან გზნობ ხასიათს უკვე, ამიტომ ვარ დედა. ბავშვის ხასიათს გზნობ. ნამდვილად. უნდა ვთქვათ რა იქნება სახელი ბავშვის, ხო? მინდი თქვი. ტიმოთეს დედა. და აგრეთვე არის ეხა სწავლობს მაკიაჟის გაკეთებას. თუმცა ჯერ მარტო ხალხის გაყავისფრება შეუძლია. იმიტომ რომ ვერ ისწავლა რომ ტონები სწორად დასვას თეთრ კანზე. ამიტომ ეს მაკიაჟი თიკოს გაკეთებული არ არის. რაზე არის ჩვენი პოდკასტი რო აღწეროთ? ჩემი აზრით ჩვენი პოდკასტი არის ყველაფერი მასზე რაც ჩვენ გვაინტერესებს. და ამიტომ არის ეგეთი ამაღელვებელი. ეს არის ურთიერთობებზე და არა მხოლოდ, ასევე celebrity ჭორებზე, ახალ ამბებზე, ყველაფერზე, რაც არ არის მოსაწყენი. და შენ მოიფიქრე ძალიან კაი ჩვენი თაგი იქნება ჭორაობა როგორც storytelling-ი. და ასე რომ ვიჭორავეთ, მოგიყვებით ისტორიებს, ჩვენ გარდა ბევრი საერთო რაც თქვით უკვე გვაქვს ის რომ ძალიან გვიყვარს celebrity ჭორები და ვინ ვისთან არის და რაღაცა. ქართული ესტრადის ჭორები არ ვიცი ესე, მაგრამ გაინტერესებს. იმიტომ რომ ადამიანები გვაინტერესებს, იმიტომ რომ აი storyteller-ები რაც არის რა, ამბის მთხრობელები რო ვართ. ხო ვართ? კი ბატონო. ხო და გვაინტერესებს ადამიანები და ამაში ჩავხსნათ მთელ საქართველოს თქვენს ჩვენთან ერთად იჭორავებთ და ამის სხვადასხვა გზები გვექნება, მაგალითად თქვენ თუ გამოიწერთ ჩვენს Instagram გვერდს და მოგწერთ მაგალითად აი გოგოებო აი ამ სიტუაციაში ვიყავით, თქვენ როგორ მოიქცეოდით, ან აწი როგორ მოიქცე, ან შეიძლება თქვენ გქონდეთ რამე juicy gossip, რამე ჭორი რაც გინდათ რომ გაგვანდოთ, ანონიმური შეგიძლიათ იყოთ, შეგიძლიათ არ იყოთ ანონიმური, შეგიძლიათ voice-ები გამოგვიგზავნოთ და მერე ჩვენ თუ არ გინდათ რომ ხმით ამოგიცნოთ ხალხმა, შეგვიძლია ჩვენ დავაწვრილოთ ან დავაბოხოთ, ან ესე ილაპარაკებთ, ან ესე ილაპარაკებთ და მერე ჩვენ არ ვიცი რჩევები როგორ უნდა მიიღოთ ჩემგან, მაგრამ ვეცდები რომ რამე გირჩიოთ. ხო, ჩვენი მთავარი ნაწილი არის ის, რომ ეს ქალბატონი არის დაოჯახებული და ყავს ელოდება ტიმოთეს და მე ვარ სრულიად მარტოხელა, ვინც ახლა მარტოხელა და უყურებს ამ გადაცემას, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ matchmaking-ები ვიღებ შემოთავაზებებს. ეს არის ქალბატონი, რომელსაც დიდად არ უნდა ორსულობა.
მე ვარ ქალბატონი, რომელსაც უნდა ორსულობა და დარჩა ფეხმძიმედ და ამიტომ ეს ორი სხვადასხვა პერსპექტივა გვექნება. ყველაფერს ამ პრიზმაში გავარკვევ. რა სიფიქრებდა ორსული ქალი ამ საკითხთან დაკავშირებით და რა სიფიქრებდა ქალი რომელიც არ არის ორსული? როგორი კვირა გქონდა? როგორი კვირა მქონდა და 45 გრადუსში საქართველოში. ძალიან რთულია. ძალიან რთულია და თან გოგო 25 კილო, ანუ ის სიმწრით დაკლებული 25 კილო ეგრევე მოვიმატე და თან ცოტა მიხარო და ორსული ვარ, რომ მეთქი აი ცოტათი გამართლდა ახლა ის ამბავი, რომ თუ მოვიმატებ, შემიძლია მუცელი აღარ შევისუნთქო. ახლა შესუნთქულიზი ხარ? კი. გამახსენე. არ ვიჯექი, მაგრამ დამავიწყდა და ახლა გამახსენდა, რომ აი ძალიან რთული არის მუცლის მოშორება. არ ვიცი შენ გამოგიცდია თუ არა. გოგო ის 16-18 საათიანი. ხო. 16-18 საათიანი რა არის ეგ 16-18 საათიანი? ვინც ეს არის ის არა ქვია 16-18 საათიანი შიმშილობა რა. ანუ თუ შეერი იძინებ, ხდები. მაგრამ ხალხო ეს ტოქსიკური რჩევები არ მინდა. ჭამეთ, სადაც რამე იპოვოთ, ბებია ჩემმა მასწავლა, საცხა რამეს იპოვე ბებიაო, ჭამეო და ეს ძალიან კარგი რჩევაა, იმიტომ რომ კრიზისი უფრო და უფრო მწვავდება მთელ სოფლიოში. მაგრამ ეხლა ძალიან სევდიან თემაში არ მინდა გადავარდე, იმიტომ რომ ეს ისედაც ძალიან მოწუხებს ეს ჩემი წონა ახლა და გამოგდებული მუცლით დავდივარ, მეთქი რაღაც საყვარელი ვარ, ორსული ძლივს რაღაც შემიძლია რომ არ შევისუნთქო მუცელი და ეხლა როგორი დაშეიმინგება დაიწყეს, უგეცოდ ქართულად ანუ შერცხვენა. შენი შერცხვენა. შერცხვენა, გოგო. რას გეუბნები? ამ კვირაში მითხრეს ორჯერ. თან აი კაი ტიპშა როა ასეთი რომ მოგწონს აქ გოგო. ისო რა ქვია, რა არის ორი გიზისო? ანუ მე 6 თვეში ვარ თან, შენ მე-9-ში იქნებიო. ეს ერთ-ეგივე მე მაგითხრა თუ არა, ხოლმე სხვადასხვა ტაქსის მხოლოდ მითხრა ერთმა. ანუ აღარ შემიძლია, ესე იგი, ორსულიც უნდა იყო ერთის გადაზიდვაში. დაპალო. ორსულიც უნდა იყო, ისა რა ქვია, ტანწერწეტა და დადიოდე იმეებზე რაღაცა ფესტივალი. მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ ტანწერწეტა ხარ. ჩემი აზრითაც. ხო, თუ არ გავითვალისწინებთ ყველაფერს რაც ხდება ქვეყანაში, ერთ-ერთი ეგენი მაღელვებს, თორე დანარჩენი ძალიან კარგი კვირა მქონდა რა, იმიტომ რომ მე შენგან გასხოვებით დავიწყე წონაში კლება და ძალიან მიხარია. გიждები რომ ესეთ ტოქსიკურ თემებზე ლაპარაკობთ გოგოების პოდკასტში. ანუ შენ ახლა ფაქტობრივად აღიარე რომ გლობალურად გამოფებული ესთეტიკური ფაშიზმის მსხვერპლი გახდი და დანებდი. ანუ ვიცი რა, უნდა ამერჩია ან პოლიტიკური ფაშიზმის მსხვერპლი ყოფილიყავი, ან ესთეტიკური ფაშიზმის და გადავწყვიტე რომ უფრო ესთეტიკური ფაშიზმის და მეთქი რითი გახდით ხო და ლახტით ხალხო. ლახტით. ეგრე იყენებთ. ლახტი არის ძალიან კაი რაღაც და თან თავიდან რომ დავიწყე არ გამომდიოდა საერთოდ ორჯერ ხტებოდი და რაღაც და ეხა მოძრაობებს ვაკეთებ და რაღაცეები და აჩა შეგეტყო ჰამფებზე. კი, ტოქსიკური თემაა ჩემი აზრით და მე გეტყვი რა, სადღაც 2-3 წლის წინ რომ შევატყვე რომ ეს ჩადებული იმპლანტები და ცხიმები კარდაშიანებმა მოიღეს საბოლოოდ. მან მივხვდი რომ ბრუნდება ჰეროინში კერა. 90-იანების და ისინი ნაშიმშილები მოჩვენება ქალები მან მივხვდი. დრო კიმ კარდაშიანი თუ გახდა. სხვა შეიძლება იყო პიტ დეივიდსონს რო ხდებოდა მაშინ. ერთი 15 კილო დაიკლო ერთიან და მეთქი ესე იგი ტრენდი ეს არის და ასე გამხდრებრუნდება უკან, მაგრამ და შენ უცებ დაორსულდი რომ მოგესწრო ბავშვის გაჩენა რომ მე ამ ტრენდს აყვე. რო თქვით ეს ესთეტიკური ფაშიზმი ეს ჩვენ კონტინენტზე ეგრე არის უმეტეს ქვეყნებში, მაგრამ მეორე მხრივაც არის კიდე ერთი რაღაც უფრო საშინელება არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ აფრიკის 3 ქვეყანაა, მოიცა გეტყვი ახავე. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიგერია, კამერუნია, მანდარი რა თინეიჯერები გარდაიცვალნენ. მანდარი პირიქით რომ ქალი უნდა იყოს სავსე და უნდა ქონდეს ძალიან დიდი საჯდომი. და ამისთვის აკეთებდნენ საშინელებას. გალინა ბლანკას ურევ წყალშიან ზეთში. ოღონდ აფრიკაში გალინა ბლანკა არ გონია. თუ შეიძლება ეს სახში არ გაიმეოროთ, იმიტომ რომ დაიღუპა ხალხი როგორც. ამით ხალხი კვდება ხალხო. გალინა ბლანკას ურევ წყალშიან ზეთში და საჯდომში იკეთები მის იმედით რომ გადიდდება და კამერონში თინეიჯერები დაიღუპნენ მაგით. ეს რაღაცა დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენთან დაღუპა არ იყო კიდე კაი, იმიტომ რომ რაღაც იმას რო ისვამდნენ ლეღვის ნახარს. კი ბატონო. ხო, რაღაცა ესეთი უსტარულად დამზადებული რაღაცეები, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ზუსტად და ეგეც სილამაზის სტანდარტებიდან და ნორმებიდან გამომდინარე არ არის, რომ სიყავის პრემოდაშია და ანუ სულ უნდა იყო კანცეროგენული მე არ შემიძლია რომ წითელი ვიყო და მე გავთეთრდე ისე. მე ხამი ვარ მაგის. ცხიმებზე ისტორია ძალიან შემეშინა. ცხიმებზე ისტორია ნამდვილად კრიფია. თან მანდ იცი როგორი რაღაცა არის ეს, რო გითხარი ეს საჯდომში ჩადებები ამები. იმპლანტიც არის BBL ხო არის ეს Brazilian butt lift და არის თან შენი სხეულიდან ცხიმს და
ანუ რა ტრაგიკულია. შენ სხეულიდან იღებ ცხიმს და იდებ რა, სადაც გინდა გაგიც. მოიცადა ერთი წამი, საიდან იღებ ცხიმს? შენ საიდან ამოიღებ? არ ვიცი, ან ჩემი ცხიმი უნდა იყოს საოცარ. აწეღა ხო თქვი მუცლის ის ძნელიაო და ბარემ ამოვიღოთ და უკან ჩავიდო. მაგრამ კარგად შენი აზრით მე ერთხელ მითხრეს ესეთი რაღაც რაც ვერ დავივიწყე ვერას დროს და ძალიან სამწუხაროა რომ ეგ გავლენა ეგ წინადადება ჩემზე გავლენას ახდენს რა და ყოველთვის ვცდილობ რომ არ მივაქციო ყურადღება მაგრამ ერთხელ ჩემ ახლობელმა მითხრა რომ შენი ცხოვრება უფრო გამარტივდებოდა თუ უფრო გამხდარი იქნებოდიო და ვთქვათ აი რაღაცას რო წუწუნებდი ვიღაც ბიჭთან დაკავშირებით თუ რაღაცა ანუ თითქოს ესეთი ის ქონდა კონოტაცია რომ იმიტომ არ მოსწონხარ რომ ჭარბწონიანი ხარ ეხლა მაინტერესებს თუ ჯერ არ გამარტივებულა ჩემი ცხოვრება. არა, ეს რაღაცა შეპყრობა არის ამ სიგამხდრით. და შენ მქონია რაღაც განსხვავება. ეს კეთილგანწყობა რას მქონდა და ეს რელევანტურობა წინა წელს, როცა ვიყავი 48 კილო, ეგ რო თუ გინდა რომ შეინარჩუნო, რომ სამსუქანი ხარ, თან უნდა გახდე კეთილიც. კაი ადამიანი უნდა. კაი ადამიანი. როგორ ბრძანდებით? რა გეკითხე, გეუბნები, ვაი მიგუში რა დამესიზმრა. მომიყევით, აი რაც არ უნდა დასიზმრო და აჯოდეს მე ვინმეს დაინტერესებულ ხარ. ხო არაფერს არ ნიშნა. არა, კაცო, ერთ სულმა გავხდე ისევ რომ უთხრა რომ nobody cares. არ მაინტერესებს. არავის არ აინტერესებს. ღმერთო, აი რას სიზმარიც არ ნახოთ. არავის არ აინტერესებს. კაი, მაშინ გოდეში რო გუშინ გაგიზია. ნიკო, ის ქონია, ვინც გესიზრება ცოტა რო გენატრება, ორსხლ ბიოსი და მე. და არ უსმენდი მერე? თელეთრე გოგო მენატრებოდა მე. ანუ შეიძლება კრაშ დაგესიზროს, მაგრამ შეიძლება სელებრიტი დაგესიზროს. მე მეგონა რომ ის გესიზრება, ვინც გენატრება და არა, შენ ჯერ დაგესიზრა და მე მოგენატრა ბიონს. დაგესიზრა და თუ ცოტა დიდად არ გიყვარდა, მაგრამ ფროიდს რო კითხო, ესე იგი ყოველთვის იქ რაღაც იყო, მაგრამ ჯო დაგესიზრება, მე მთელი დღე ცოტა ხანი გენატრება, აი დააკვირდი შემდეგზე. კაი, თუ ბიონსი დამესიზრება, დააკვირდები მენატრება თუ არა. დღეს გავიგე ძალიან კაი ამბავი ისე. ჩვენი ბავშვობის საყვარელი მსახიობი, პამელა ანდერსონი, ხვდება ლიამ ნისონს. ხო, ახალი ფილმი გადაიღეს ერთად. უი, გარუცოდი. ხო, Naked Gun, რომელიც არის კომედიური ფილმი და რიმეიკი არის. ოღონდ ტრეილერი არ მინახავს და არ ვიცი ზუსტად იგივე იქნება თუ რაღაც ახალი გამოვიდა. და მე ძალიან მიყვარს Naked Gun-ის სერიები, რაც არის წარსულში გადაღებული და ეხლა Liam Neeson-ი თამაშობს ახალ ფილმში და Pamela Anderson-ი არის მისი პარტნიორი ამ ფილმში და თურმე ერთად არიან. მაგრამ შეიძლება ფილმის გაყიდვა უნდათ და მაგიტო ამბობენ მაგას. არა, გოგო, ეს კაი ხანია მიდისო. მე სერიალზე არ ვიცოდი, მაგრამ მე ამ ორის ამბავს მიყვებოდი, იმიტომ რომ უმაგრესი ადამიანი ახლა შეხედე. ესე იგი Liam Neeson-ს ხო, მოიცა რამდენი ხანიაო? 2009-ში დაეღუპა ცოლი მაგას. ძალიან ისეთი love story ქონდათ მაგათ iconic. ტაშა რიჩარდსონი მე მგონი და მაგის მერე თქვა რომ მეორე relationship-ი აღარ მექნებაო. არასდროს და ყოველდღე დავდივარ სასაფლაოზეო და პამელა ანდერსონი კიდე რაც დამართა ტომისთან ამბებმა და ეს ზედმეტად სექსუალიზება და ხო ხდები რა რაების გადახდა ყველაფერი. სექს თეიპი რო გაურცელეს და რაღაც რომ ოპარეს და გაურცელეს. და ამას შეახოცეს ხელები და მან კიდე ძალიან საყვარელი ამბავი ის არის რომ პამელა ანდერსონზე სილამაზის სტანდარტების ამბავში რომელიც აშკარად დღევანდელ გადაცემას გაყვება და სტუმართან ერთადაც გავulit მე მაგას. აი პამელა ანდერსონის ამბავი ეგ იყო რომ ბოლოს 3 წელი ამბობდნენ, ანუ ეს ხალი ჯერ როგორი ის იყო, ხო, რაღაცა ძალიან ბევრი მეიქაპით და ესეთი როგორ გამოიყურებოდა და მე თავიდანება მაკიაჟს და თურმე რატო თუ იცი? რატო? ანუ მისი მეიქაპ არტისტი ყოფილა საუკეთესო მეგობარი. და რო გარდაიცვალა, არავის თარ ჩაანაცვლა. ხო და გოგოესეთი იყო შენზე. სხვას არ გავაკეთებინებ არავის გებიძები. თუ ისწავლი რომ თეატრზე თეატრი დასვა ეგრევე იქნება. ჯასტინის კონცერტზე იყავი? არა და ყველა დავჯეჯე ვინც იყო. მე რას ვფიქრობდი, უბრალოდ ასე მგონია რომ ქართველებს ძალიან გაუმართლოთ, იმიტომ რომ წინა კონცერტზე მაგარი აჯვეს ჯასტინ ტიმბერლეიკს და ქართველებს რა თუ იყო ქართველი, ალბათ იყვნენ ქართველები. იმიტომ რომ რაღაცა ორ სიტყვას მღეროდა და მე მიკროფონს დებდა და სახში მიდიოდა. იქნა? ხო, მიდი. I got the დებდა მიკროფონ. Feelings-აც არ ამბობდა. I got that გადიოდა და ესე კარაოკეში ვიხდითო $250 და ხალხი იმაზე გადაობდა რომ აბა ეს აუდიტორია აწისად შეასრულებს მაგას დავესწრებით. აქაც ხო უფასო უნდა იყოს ეგ კონცერტები წესით და ერთი კიდე მან მომენტი ის არის რომ ანუ ბრიტნის რაც გაუკეთა მოკაცმა მაგის მერე მე ძალიან გულშემატკივარი ვარ ბრიტნის ვერსის და ძალიან მიყვარს და მისი ბევრი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი. ხო და ერთ-ერთ მომენტში იყო რომ რაღაც ძალიან
ჭორები დადიოდა, მოკლედ ბრიტნიმ დაკარგა თუ არა ჯასტინთან ქალიშვილობა რა. და რაღაც ამასაც უნდოდა, რომ ის ყოფილიყო, რომ კი, დაკარგა ბრიტნიმ ჩემთან ქალიშვილობა და რაღაც იმაში იყო, რადიო გადაცემაში იყო და იქ აი საშინელი ხმე საშინელი ის არის რა ქვია. ეგ თქვა, მაგრამ მე SNL შოუშიც გააკეთა ეგეთი რაღაცა. გოგო აბორტი გააკეთებინა ძალით კიდე. ეგ არ ვიცი ვინ გითხრა. კი, ჯასტინ, ანუ ChatGPT-ს კითხე, რომ ყველაფერი ცუდი რაც უქნია ჯასტინის ბრიტნისთვის და რაღაცები არც მახსოვდა. ნუ ეგ ხო. ჯერ ერთი ყველაზე საშინელება ის იყო, ალბათ ორივეს ჯინსები რო ეცვათ იმ შოუს. ანუ პრობლემა ეგ ნახე მარტო თელა. მაკინან დაიწყო. მან უნდა მივხვდარიყო, რომ რაღაცა ანუ ჯინსის ქუდი რო ეხურა და რაღაც ძალიან საშინელება იყო. NSYNC-ში როცა იყო? ხო, მე მგონი ერთად რო იყვნენ რა ჯერ. გოგო უნიჭო ბიჭი არ იყო. მაგ მომენტიდან მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. ანუ უნიჭო არ არის, მაგრამ კარგი, ჩვენ ეხა შენ უნდა გადმოჭიდეთ ჩემსკენ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩვენ ყავს ძალიან კარგი სტუმარი ამ გადაცემის, ჩვენი პირველი გადაცემის, ჩვენი მეგობარი, ძალიან ნიჭიერი მსახიობი, რომლის ახალი სერიალი არის ეხა გამოსული კავიაზე, რომელსაც ქვია ვინიცის მერი და ეს ადამიანი თამაშობს ამ სერიალში მთავარ როლს. ანუ ეს მეორე ხარისხოვანი სტუმარი კი არ მოვიყვანეთ. თავარი შემსრულებელი და მივესალმოთ ნატალია ჯუღელს. მივესალმოთ. რო უყურებს ადამიანი ნახევარ სერიალ კოკაკოლას, მე თვითონ კოკაკოლა ალუბლის კოკაკოლას, მე თვითონ მოუნდება რომ დალიოს და სახშიც დგას ნახე. აი ესეთი ინფლუენსერები ვართ. მოგესალმებით, ვინც რეკლამაზე ვიყავით გასულებით, თითქოს არ ვიცი, არ ყოფილვართ, მაგრამ ძალიან აღებებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ მყავს პირველი დაქალი სტუმრად და ეს არის ნატალია ჯუღელი. ეხლა რა თქვი, აღელვებული ვარ, რომ? ხო, მიხარია. კარგად აღელვება შეიძლება კარგი იყოს. შენ არ ღელდები ხოლმე კარგად? კი. ხო. ნატალია. აბა თქვი ახლა კამერაში, რომ ხარ ნატალია ჯუღელი და რაც დამაპარეთ? ხო. მე ვარ ნატალია ჯუღელი, დღეს ვიძახი რომ დაქალთან ვრჩები და სინამდვილეში საზღვარგარეთ მივდივარ. სხვათა შორის საზღვარგარეთზე უნდა აღვნიშნოთ, რომ მე და ნატალია ერთმანეთი გავიცანით ლონდონში. მაგიტო ვერ მოვიფიქრე ვერაფერი უფრო მენა-კლიმატი შენ გამო. ვიყავით უბნელები. მართლა? კი, ორივე ნოტინგჰილელები. ანუ ხო, და ძალიან კარგი იყო. და ნატალიამ თავისი ქალური სოლიდარობა და მეგობრობა პირველივე დღესვე დაამტკიცა, იმიტომ რომ ახალი წლის ღამეს გავიცანით ერთმანეთი ჩვენი მეგობრის ფართიზე და მე გავითიშე ალკოჰოლიზმზე. არ ჯერა რომ ამით იწყებ და ღელავ ხუთი წლის ზუსტად. ხო და ესე იმ ლონდონის ტუალეტში ესე ჩემი შუბლი ეჭირა და მე ტაქსში მაშინ პირველად ვიმგზავრე ტაქსში ლონდონში ტაქსში სადაც ღამის ავტობუსებს დავყვებოდი და ნატალიამ ესე საახალწლო საჩუქარი გამიკეთა და ტაქსით მიმიყვანა სახლში. არა, ვიღაც მესამე ადამიანი იყო და იმან წაგვიყვანა, ვინ იყო, მეც არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ მე მიწევდა დარწმუნება უბერის მძღოლის, რომელსაც ვერნებოდი რომ არა არიზავს მეთქი, მანქანაში არაფერს წაგვიყვანეთ ბოლომდე, იმიტომ რომ შენზე ძალიან გამრაზებული იყო. ხო, ანუ ის მომენტიც ქონდა ტუალეტში რომ შეყვები და ქალს დათმემს უჭერ. ხო, მაგრამ თან დაქალებიც არ ყვევდი იმ დღეს გავიცანი, ამიტომ ანუ ყველაზე გოგოური ისტორია. მე ეგ არის თავარი და კავშირების მომენტი. ეგ ალბათ მარტო ქალებს, არა, მაგრამ კაცებსაც ახასიათებს არ ვიქნები სექსისტი. რა, შირო ტუალეტში ერთმანეთის ხარ დაჭერა? არა მგონია რომ კაცები ტუალეტში ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ტუალეტში არ გელაპარაკებოდი მაგ დღეს გაგიცანი. არა, ხო, მაგრამ ქალების ტუალეტში რაც ხდება, ის არ მგონია რომ კაცების ტუალეტში ხდებოდეს. ანუ მით უმეტეს რაღაცა ბარების და კლუბების ტუალეტში რომ არა, ძალიან კარგად გამოიყურები რაღაც პომადებს რომ თხოვნი ერთმანეთს და დაშორდი იმის და რო ტირი, ხო რა და თან აი სულიად უცხო ადამიანს ბოლომდე ეხსნები. მაგრამ ეხლა სანამ გავაგზავნე ცოტა პირი გამიშრა და არანაირი დაქალთან ურჩები არ იქნება თუ სასმელი არ გვექნება, მაგრამ მე რადგან ალკოჰოლს თავი დავანებე, მე მაქვს ახალი ინდრის მერე დაანებე? არა, კაცო, ის მე 2 წელი გავიდა. კოკაკოლა ალუბლის გემოთ იცოდი რომ არსებობდა? კი, კაცო, მინდა ეხლავე. ეხლა გინდა შეცმოდა? მე გამიშრა. მე ბავშვობაში თუ მინდოდა რომ საქართველოს შემოსულიყო ეს კოკაკოლა სხვადასხვა გემოთი. კი, ცოტა იყო და ევროპაში სულ იყო ხოლმე. აუ ნატალია, მე პირადად მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ანუ გადაცემაში მოხვედი, რომელზეც არავინ არაფერი არ იცის ჯერ, კაცშულმა არ იცის რა გამოვა და მაინც გვენდა და ჩვენ პირველი სტუმარი ხარ. და თან ჩემი აზრით ტყუილ არ დაემთხვა, რომ აი ესე ვთქვათ რაღაცა ქვედა თემად გასდევს ჩვენს გადაცემას. სილამაზის სტანდარტები, სილამაზე, ნორმები და აბსოლუტურად ვერ ყვევი. ანუ ლამაზი ხარ პირდაპირ ზედმეტს ამბობ შეიძლება დავტოვე. არა, იცი რა, ეს გუში მელაპარაკებოდა ამაზე და მითხრა ვინ ითვლება ყველაზე ლამაზ ქალად სოფლიოში, მაგრამ მე არ ვეთანხმები.
და ეს არის ან როგორ არის სხვადასხვა კვლევებიც არსებობს და უფრო ყვითელი სტატიები რა თქმა უნდა მაგაზე ვინც ლაპარაკობს ანუ რა სალაპარაკოა გაჯერ მაგრამ ესე იგი სახის სიმეტრიის გათვალისწინებითო იმიტომ რომ სხვა საზომს ვერ მიაგნეს Amber Heard ჯონდების ყოფილი ხო შეხები არა, ულამაზესი გოგოა, მაგრამ მე არ მგონია რომ რამე სტანდარტი არსებობს. არ მგონია. ხო და შენთვის რა არის სილამაზე? ჯერ პირველ რიგში მინდოდა მეპასუხა და უკვე ერთმანეთში ისე კარგად ხართ თქვენ რომ ვერ თქვენ პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ, იმიტომ რომ ორი მგონია რომ გიცნობთ მაყურებელი, ორი ფანტასტიკური კომიკოსი ქალი არის ჩვენ წინ და მადლობა რასაც აკეთებთ იმისთვის. სილამაზის სტანდარტებს რაც შეეხება, ჩემს არ არსებობს მართლა რას ნიშნავს რაღაცა სტანდარტი, რას ნიშნავს, საერთოდ არ მესმის და მგონია რომ ყველა ადამიანი ლამაზია ჯერ ეს ერთი, მაგრამ ჩემ თუ კი სილამაზეს თქვა აი პერსონალურად როგორ აღვიქვავთ იქით გადავიდეთ რომ უფრო დავაკონკრეტო რას გულისხმობ, სილამაზე არის ის რაღაცა სივრცე და აურა, რაც იქმნება ადამიანის გარშემო და რასაც ასხივებს ეს ადამიანი რა. ხო, ეშხიც კი არა, აი რაღაც რა შემოაქვს ამ ადამიანს, როცა შემოდის ოთახში და ეს სილამაზე დამინახავს აი სრულიად განსხვავებულ ვიზუალში და გულწრფელად არ ვიცი, რას აი ეგეთ სტატიებს ვინც წერს, ალბათ ვერასდროს ვერ გავუგებ მაგ ადამიანს, იმიტომ რომ არ მესმის რანაირად შეიძლება. კაცია თან. ვიღაცა დესილვა. მაგრამ ისა ნატალია რო ლაპარაკობს სილამაზეზე და აი ძალიან ის არის ჩემთვის ნიშანდობლივი, იმიტომ რომ დიდებია ნატო აჩნაძე. ასევე, ანუ ნატო აჩნაძის შვილთაშვილი რო ხარ. ანუ ხალი რომელიც არის სილამაზის ეტალონი და მარტო ქართული კინო და ქართული, ანუ საქართველოში კი არა გლობალური მასშტაბით. ეგ რას ნიშნავს შენთვის, ეგ მაინტერესებს ძალიან და კი არიადნა შენგელაიან მთელი საქართველოს ქრაში, ან ყველას გვიყვარდა და გვიყვარს ყველას, განურჩევლა დასაკისა და კიდე მაინტერესებს თუ იცი ლამაზი რო ხარ. მე არ ვიცი, არ მგონი. სხვათა შორის ბებია ჩემებზე ითვლება, რომ არც ერთი არ იყო ფოტოგენური, ეგ უნდა მეთქვა და აი ნატო აჩნაძეზე მგონია, რომ ეგ უფრო აი სტანდარტს რასაც ამბობ. არ მგონია, რომ რამე სტანდარტი არსებობდა იმ დროს და რაღაც სტანდარტს აკმაყოფილებდა ნატო და რა ფოტოებიც ეხა ვრცელდება ხოლმე ნატო აჩნაძის. მგონია, რომ არასწორად ცუდი ფოტოები ვრცელდება, იმიტომ რომ აღიქვა იგივე ნატო აჩნაძის ფენომენი, უნდა ნახოს ადრეული ფილმები, რაც არის თქვა Wild West-ის მხედარიან მამის მკვლელი ან ამოკი ან რამე და აი იქ აღიქვა, იმიტომ რომ მართლა რაღაც რადიაცია აქვს ამ ქალს გარშემო და იქ ხვდები რატო გახდა საკულტო ფიგურა მუნჯ კინოში რა და მან ხვდები რაში არის ეს საიდუმლო. შემოყურებდი შენ სერიალს ვინიც ის მერი. და გარდა იმისა რომ ძალიან იჭერი ხარ, აგრეთვე ძალიან მართლა თვალს ვერ გწყვეტდი და ძალიან საინტერესოა ჯერ მხოლოდ 3 ეპიზოდია გამოსული კავია პლუსზე. მაგრამ მინდა მაინც ამ სერიალზე რომ გელაპარაკო და შეიძლება როცა დაიდება უკვე უფრო ბევრი ეპიზოდი იყოს გამოსული. ცოტა რთული პერსონაჟი ქალი არის, მე მგონი, ხო? ცოტა ძალიან. ხო, რაღაცას თიკო მეჭორავება და სანამ შემოვიდოდით, რაც უცნაური მას დავაკვირდი მერიზე, იმიტომ რომ მე მეგონა და ასე მგონია, რომ მერი საკმაოდ უცნაური პერსონაჟია ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ ამ სერიალის ერთ-ერთი ალტერნატიული სახელი უნდა ყოფილიყო სისხლიანი მერი, რაც მე მგონია, რომ ეგრევე მიანიშნებდა იმას, რომ ეს გოგო ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს, რომ არ არის კარგი გოგო, რომ სისხლიანი მერის და დალევა იქნება შეცდომა. სუდი გოგო არც ახლა არ მგონია, მაგრამ ქარაფშუტა შეცდომებს უშვებს, ცოტა აფერისტია და ანუ ასეთი გმირია რა და ძალიან დიდი კრიზისი აქვს თავიდან როგორც კი სერიალი იწყება. და ეს ცოტა რთულია კომედიაში აღიქვა, იმიტომ რომ ყოფილიყავით დრამაში, მომენტალურად ემპათია გაგიჩნდებოდა და გაიგებდი რა არის მისი პრობლემა. აქ არ ჩანს ჯერჯერობით რა არის მისი პრობლემა და ამ სერიალის მუღამიც ეგ მგონია, რომ 4-ვე პერსონაჟს აქვს ძალიან ბევრი ნაკლი. და შენ ამას მიყვები, რომ ეს ნელ-ნელა იკვეთება ის, რატომ გვიყვარს ასეთი ადამიანები და რა ადამიანურია ეს ყველაფერი. და თან ვინც გაბრაზდა ვთქვათ ის მაყურებელი, ვისაც მიმღებლობა ამისი არ აქვს და მეც ბრაზდები მე ის როგორც მაყურებელი, ნუ მე-5 და მე-6 სერიაში საერთოდ უფრო მეც სისულელეს გააკეთებს რა. და მაგრამ რაღაც მხრივ ასეთი პროდუქტის არსიც ეგ არის, რომ ცოტა გაგაბრაზოს, გაგაღიზიანოს, პირიქით შეიძლება ეგრე განეწყო, აი მორიგი სისულელე რა იქნება ამ პერსონაჟების და ჩვენ შიგნით იმას ხუმრობთ ხოლმე, რომ ეს 4-ვე პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ცოტა ისეთი, რომ ყველასი რაღაც გაღიზიანებს. როგორ მოხდა შენი შერჩევა ამ როლზე? და რა ეტაპები გაიარე და როგორ მოვიდა მერი შენამდე. სხვათა შორის მე მქონდა ლიზას სინჯები.
მართლა. და არავის არ მოეწონე და არ დამიძახეს 2 თვე კავია პლუსი დაიკარგა და არც უპასუხიათ მოეწონე თუ არ მოეწონე. მე რაღაც სხვა საქმეს ვაკეთებდი, ჩამოსულიყავი საქართველოში და იუცებ დამირეკეს, რომ ხვალვე მოდის ინჯზე და მოდი ვნახოთ რა იქნება და მე მქონდა კოვიდი. და არ ვერ მოვალ მეთქი ხვალ, იმიტომ რომ საშინლად კაცი არა შანსი არაო ხვალ მოდიო და მივედი არც ტექსტი არ ვიცოდი, არაფერი არ ვიცოდი და ძალიან ქვემოთ ვიყავი ემოციურად და მგონი ეგ მოეწონა. ზუსტად იმიტომ რომ მერის ეს რაღაცა ნეიტრალური ცოტა ქვემოთ აი მაგაგონებს ხოლმე დარიარო არის მულტფილმი თუ გახსოვთ ხოთები აი მთავარი გმირია თითქოს მაგრამ ყოველთვის აი თითქოს ყველაფერი ფეხზე კიდია თუ არაც ფლეგმატური ხაზიც აქვს ეს ხაზგასმით ასეა რომ ყველაფერი ფეხზე კიდია აჩვენებს ასე წერია ხო ყოველ ზუსტად ვასხმარობ იმიტომ რომ აჩვენებს ასე მაგრამ სინამდვილეში მე რა გაირკვევა რომ არაფერს არ კიდიან რაღაც რა და მგონი მაგანი მუშავა რომ ისეთი გაცილებული ვიყავი რომ ცოტა ესეთი წონიც მოლაპარაკობდი და მე გადაღებების დროს სულ კოვიდი გქონდა არა მართლა დარჩენილი მე მგონი მართლა იმიტომ რომ გამიგრძელდა ეს ყველა ჩემ ხმაზე არ ვლაპარაკობ ფეხი ვიღირზე მეორე დღეს და ძლივს დავდივარ ნახევარი სერიალი ხო და მაგიტო ეს რაღაცა სირთულები და მე ვისაც ვლაპარაკებ იმიტომ რომ გივიკოს მეტი გამოცდილება გივიკოს უმუშავია მე მგონი მხოლოდ სერიალებში მე პირიქით ყველაფერში მიმუშავია და არა სერიალში რა და სერიალს ახასიათებს ეს რომ ეს აი რაღაც რიტმში ხარ რაღაც ყოველდღე რაღაც იცვლება რაღაც ახალი მოდის და უნდა ამ რიტმში ან აი სტამინა გჭირდება ძალიან დიდი რა ან გაუძლებ ან ვერ გაუძლებ და იყო დღეები რომ აი ზღვარზე ვიყავით ხოლმე მსახიობები ფიზიკურად ისეთ დამკლელი იყო კონფლიქტი იყო მსახიობებს შორის როცა ეგეთ აუ არა კონფლიქტი არ ყოფილა იმიტომ რომ მართლა ოქროები არიან სამივე არის თინათმებით აი აი ვერც ხა შეიძლება რამე მეხუმრე იმიტომ რომ მე ვხუმრობდი რაღაცა ცნობილი ბოდიში ჩემი ნერდული გამოხტომება მქონდა ცნობილი სურათი არის ეგრე მოიგონეს კეტრინ ჰეპბერნზე და ლის ტეილორზე რომ ჩხუბობენო სეტზეო და იმ რომ ხო და სპეციალურად დადგეს ჩხუბის სცენა და გადაიღეს ფოტო და ის გავსელეს პრესაში რა და თინას ვეხუმრობდი რომ გთხოვ მეთქე ეგეთი ფოტო გადავიღოთ რომ ვითომ ძალიან ჩხუბობთ თქო რა ვერ მოასწრე არა კიდე უფრო საინტერესო ფოტოები მაგავაკეთოთ ეგა ბავშვი გაჩენ მე რა ორ სულ კარს და წეგა ნადგა გოგო და კიდე ეს ავარდა ეს ხო აქიდან ჯერ თიკო დგება და მე ეს ჩემი 13,000 ლარიანი ბავშვი ინვიტრო ბავშვი ხო აი ეს თემები სხვა შორის არის მერიში ძალიან უხმართ ამას რა კაიგებო ეს რაღაც არ მე ერთ ცოტა დავიმატე აქ გელოდებოდი სანამ ქაქანებდი აუ ნატალია ისე აი ეხლა რო თქვი რომ აი ფლეგმა ტიპი არისო და თითქოს არაფერი არ აინტერესებს და რაღაცაო სინამდვილეში პირველივე სერიაში ისეთ რაღაცას აკეთებს რომ აი ჩანს ამ გოგოს გულში რა ხდება სინამდვილეში ძალიან ტოქსიკური რაღაცა არის მაგრამ მე ვიცი ბევრი ადამიანი რომელიც ხო აი ბოდიში შეგაწყვეტინებ ზუსტად ეგ მოხდა მერიზე რომ ვიღაცები არიან რომ მე ვარ მაგალითად პირიქით ტიპი რომ არასდროს არ მიქნია ის რასაც მე რეაკეთებს და არ გავარ საერთოდ და ეგეთი ურთიერთობები არ მაინტერესებს მაგრამ უცებ აღმოვაჩინე ჩემ მეგობრებშიც კი ადამიანები ვინც მითხრეს რომ პირიქით ტუალეტში რამდენჯერ გვითხოვდა კაცო არა რომ თავი გაიგივეს რომ კი მიქნია სისულელე კაცის გამო და ეს მიქნია და ეს და კიდე აღმოჩინე ადამიანები ვინც თურმე მოწონთ ასე ვთქვათ ესეთი ტიპის ურთიერთობა რომ ჩხუბობ და ეს ტოქსიკურ ურთიერთობაში პოულობენ რაღაცა საზრდოს რა რაც ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი აი ზუსტად ახლა რა თქვა და შენაც თქვი ეს არის ხალხოს სცენა პირველ ვისაც არ გაქვნა ნახე პირველ ეპიზოდში არის ეგეთი და საკმაოდ კივნეული არის იმიტომ რომ რახან ვიცი გამიგია ბევრი ურთიერთობის შესახებ რომ ანუ ესე იგი ნატალია არის თავი პერსონაჟი როგორც გითხარით მერი და იმისთვის რომ ასე ვთქვათ დააინტერესოს ყურადღება მიიქციოს თავისი ანუ ქრაშის რომლის როლსაც გუგას როლს ასრულებს პაატაინაური და საკმაოდ ტოქსიკური ტიპი არის შეგაწყვეტინებ ქრაში არ არის აი მეგონია ხო ღია ურთიერთობაში არიან და უკვე შორდებიან სამით ერთმანეთს აი ეგეც უჩვეულოა მაგრამ მე წარმომიდგენია რომ დაჟე შორდებიან კი არა შეიძლება ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა ეგ ანუ აეჭვიანებს ბარმენად სადაც მუშაობს გუგა იქ მიდის სხვა ბიჭთან ერთად ვითომ პაიმანი აქვთ და მე შედიან ტუალეტში და სექსი აქვთ ძალიან ტოქსიკური ურთიერთობაა მაგრამ და ის ტიპაჟიც რაც არის პაატაინაურის გმირი აი მაგაზე მინდოდა შენთვის მეკითხა შენ ახლა რახან ამბობ რომ ესეთი ურთიერთობები არ ხიბლავს და ასე შემდეგ თუ იცნობ ადამიანებს ვისაც ხიბლავთ და რატო ფიქრობ რომ აი გოგოები და დიდი ქალებიც დაკურებული ვარ მე ძალიან ხშირად არჩევენ აი ამ ეგრეთ წოდებულ bad guy პერსონაჟებს ჩემ შემთხვევაში რაც შემიძლია პირადი გავაზიარო რომ ბავშვობაში რომ ვუყურე ამ რაღაცა იგივე ჩვენთან ხა ცოტა სხვა გუგას კიდე სხვა პრობლემები აქვს მაგრამ ეს აი ძველი
ბიჭების პრობლემა რაც საქართველოში რაღაცა და რასაც ვუყურე ბავშვობაში, რაღაცნაირად ჩემ თავს უარი უთხარი, რომ აი საერთოდ ამ ტიპის ბიჭებთან არა თუ ურთიერთობას, არამედ საერთოდ არაფერი საერთო არ მინდა რომ მათთან მქონდეს მიხვდა, ამიტომ მართლა არავისთან მსგავსთან არ მქონია ურთიერთობა სერიოზულად რა და როგორ გაგიმართა ცხოვრებაში? მაგრამ აი რაღაცა არ მჯერა. ასე თვალებს შემოხედე. ვიდრე არ მოწონს. მან შენ ახსენე მანამდე არ ვიცი თუ არა ამოჭრით, მაგრამ ფროიდი ახსენე და რაღაცა ფროიდულია მან დრო ამ სიყვარულში თუ ურთიერთობაში გიზიდავს რაღაცა, რაც იმას გიშვება, რაღაც სტიმულს გაძლევს სხვა რაღაცაში და ეს ემოციური რაღაც ქარცეცხლი რო არის შენში და არ არის რაღაც სტაბილური ზოგს იზიდავს. მე მგონი ანუ ფსიქოლოგიურად იხსნება ეს, მაგრამ არ ვიცი რა, ვის სტოკჰოლმის სინდრომსაც ამობენ კი ზუსტად ბევრი რაღაც მამის პრობლემები ის ეს ან ძალიან ბევრი რაღაცა. ის რო კიდე საბი რა, საბმის რას ეს მორჩილი ხასიათი ვისაც აქვს, ცოტა მოწონს რომ აი ცოტა ტანჯვა ჭირდება იმისთვის რომ საბოლოოდ დომინანტური იყოს კაცი მაგალითად ეგრაც აი. რასაც მე აკეთებს მაგალითად ჯერ ხო ეს ურთიერთობა ხო ტოქსიკურია, მაგრამ აგრეთვე ძალიან ცუდად ექცევა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც არის დეიტზე. და აი შე რო თქვი რომ ეხა მე მეგობრები მყავსო რომელიც მეუბნებიან რომ მე ესე გამიკეთებიაო, მე მქონდა ერთი ანუ მსგავსი მომენტი ცხოვრებაში, რომელსაც ძალიან, ანუ ჩემი აზრით ძალიან ცუდი საქციელი იყო ჩემი მხრიდან. და ლონდონში იყო ეს. მოკლედ სტენდაპი მქონდა და ვიღაც ბიჭი დავმაჩე ბამბლზე და დავპატიჟე ამ სტენდაპზე, მაგრამ ამ დროს უკვე მომწოდა სხვა ადამიანი, რომელსაც მე ვხვდებოდი რაღაც პერიოდი, მაგრამ ჯერ არ ქონდა ესე ურთიერთობა დაწყებული, მაგრამ რაღაცას ვლაპარაკობთ და ისიც სტენდაპერი იყო. ჭირი მაგას ხო და ხო და წავედით ამ ბამბლის დეიტთან ერთად მივედი ამ ჩემს სტენდაპზე და თან ფიქრობდი რომ ეხლა მეთქი ანუ ამ ლონდონში რამდენი ოფენ მაიკებია ის ჩემი სიყვარულის ობიექტი შანსი არ არის თქო რომ მაინდამაინც ამ ოფენ მაიკზე იყოს და ანუ ამ ბიჭთან ერთად წავიდოდი დეიტზე და ესე მახსოვს რომ ესე ზივართ სკამზე ჯერ არ არის დაწყებული შოუ და აი კუთხიდან რომ თვალის კუთხეში რომ დაინახავ რომ ვიღაცა შემოდის და შემოვიდა ეს ჩემი ხო ეგრევე დაინახე. კომიკოსი ბიჭი ეგრევე. მაგას ტომ სოიერში ქვია სიყვარულის ელექტრული დენის წყალობით. აუ ეხლა შევიდე შეუყვარდება. ესე ხო შემოვიდა და ვაიმე ძალიან ცუდად გავხდი ეგრევე. ანუ არაფერი არ ხდებოდა ისეთი, მაგრამ რაღაცა დავიძაბე და დამთავრდა ეს შოუ და ეს ჩემი კომიკოსი ბიჭი მეუბნება რომ სხვაგან წავიდეთო და მე ამ დროს დეიტზე ვარ რა. და რა გავაკეთო არ ვიცი და იცი და პალია მაშინ მომდა ეგრევე. ხო, დავიწყე ინაურის პერსონაჟი. ზუსტად. დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ბიჭს ეუბნები ამ ბამბლის დეიტს, რომ მეთქი, აი, ძალიან ცუდი სტენდაპი მქონდა და ეხა ვერ გავაგრძელებ დეიტს და სახში. ზუსტად შერაცა ჩვენი ფილმში, სერიოზულად. და ეს არა და ჩემ და ან სამწუხაროდ ძალიან კარგი სტენდაპი მქონდა მართლა და ეს ბიჭი იწახის, რომ არა, მშვენი ვერად იყავი და რაღაც ძალიან ისე იყო და მოკლედ ესე სამივე გავართ ეხა და ეს ჩემი კომიკოსი ბიჭი იძახის რომ აბა წავიდეს და ამბის ეკითხება რომ შენც მოდიხარო და მე ამაზე ვამბობ რომ არა ეს ვერ ვიღორთ რა შეშნელება მე ბოლოს ფანჯარაში გავხედა ეს ბიჭი ბართან როგორ იჯდა და აუ კაი მოვდი მარტო და ჩემი აზრით მაგ კარმის გამო ბოლომდე არ გამოგვივიდა მე და ჩემ კომიკოსს ურთიერთობა რადგან ეგრე დაიწყო ხო შენი ცუდი დეიტის გამოცდილება თუ შეგიძლია მოყვე ან შენ რა გაკეთებია ცუდი ან ვიღაცას რა გავუკეთებია ცუდი რომ თქვათ აი თუ დაგირეკავს მეგობრისთვის რომ რა ავარიაში მოყევი რაღაცა ეგრე ხო იცი რა არის ზოგადად დეიტინგზე არ გიждები მერისგან ამის განსხვავებული იმიტომ რომ მე კიდე ბევრ დეიტზე წავა მეგობრებო და არ გიждები არ ვიცი რატო მაგრამ ანუ თან აი უცნაურად არის თუ ვიღაც მართლა მოგწონს და პირველად მიდიხართ მაგას აქვს რა თქმა უნდა ეს რაღაცა ეიფორია შენ რასაც რა უწოდე ხელვა აი კარგი ხელვა ხო მაგრამ პირი გამიშრა ხა მაგაზე რო ვფიქრობ ერთი წამი ხო მეც მინდა კოკაკოლა არ დამიტოვა იქამდე ხო უნდა მიხვიდე რაღაცნაირად უნდა გაიცნო სადღაც დანიშნო დეიტი ხო იმაგიტო ეს აპლიკაციით დეიტინგი მე დიდათ არ მიყვარს ანუ მეგობრების დაბადების დღეებზე იცნობ ჩვენთან რო იყო 90-იანებში ხო ყველაზე ისე რაც მახსენდება ახლა არის ის რომ თითქოს დეიტზე მივდიოდით მე და ერთი ადამიანი საფრანგეთში მაგრამ ისე მოიქს ისე იმდენად ზედმეტი მოვიდა და იმდენად წინ გადაახტა ამ ყველაფერს რომ აი მომენტალურად მივხვდი მახსოვს რომ არ შემიძლია აქ
ეხლა ჯდომა და რაღაცა მოვიგონე რომ საქართველოში რაღაც ხდება და უნდა წავიღო ეს ფურცლები სადღაც რაღაცა და გავიქცი და აი მართლა წყალიც არ დაგვირევია ისე მალე წამოვედი. ქვეყნის პოლიტიკურმა სიტუაციამ ხო რა აქციების პერიოდი იყო და ეგრევე. და რას გულისხმობ ანუ უფრო თქვათ ანუ ზედმეტად აქტიური იყო ან რაღაც ეგეთი? Me too. უი მე და მაშინ ხო. ისე რა კაია ორივეს რო გაქვთ ეს შესაძლებლობა და უნარი იმის რომ აი წახვიდე. მე ვითმენ ხოლმე გოგო. არა ძალიან ხშირად მომითმენია. 2 საათი ვითმენ. გოგო მისმინე. მე როგორც ვიცი, ახლა რო დაგვიდასტურო შენს, მე ძალიან მომწონს კასტი. და კასტინგი როგორც გაკეთე და ამ სერიალის და რაღაც თქვენ წყულზე რაღაც გიშდები. თინას და გივიკოსიც რა თქმა უნდა. და ეხლა ვნახე, ოკეი, მეგეზინმა დადო. სტორები, თქვენი ახალი ფოტოების და აი, თქვენ ტიპაჟები ისე უხდება, რომ რავი და მე როგორც ვიცი, არ ხართ ხო პირველად ეხლა ეკრანული წყვილი შენ და პატაინაური პირველად. მე და პატა ვარ დაძმა თეატრალურ ენაზე, იმიტომ რომ საერთო პედაგოგი ყავდა. ვინ? გიზო ჟორდანიას ჯგუფი დამთავრე, მე ვარ ბოლო ჯგუფი და ჟორას მამა. ხო, ბოლოს წინა ჯგუფი არის პატა, ამიტომ ისედაც დაძბული ურთიერთობა გვაკავშირებს გაცნობის დღიდან და მაგიტო რაღაცა ექსპერიმენტში მივიღეთ. ვერ გავიგე. მაგიტო კოცნობს უთქო. ეს ამოჭერი თქორობები ამოჭრას კავეამ, თორე გიჩივლებ. კავეა პლუსმა. და რაღაცა შინელება უნდა თქვა რომ მართლა ამოჭრა, იმიტომ რომ არ ვენდობიოს თუნდურო. კაი, მე ვაკეთებ მონტაჟს და იგი. კაია. და ამით დაიწყება. ხელი არ მომწერია ამას. ყველას უჩილებს ჩემი აგენტი. აი, არა, არ შეიძლება კონტრაქტში გაქვს. კაი. კაი, რა ვიცი 1000 რა. გადაო მართლა ეგ შეგიწერე ეს? ხო. არა, გატყვევს დაწმებული. თუ და всё. ხო, მაგას დავადებ. ხო, ვითომ უარეს გეუბნე. რაზე ვთქვით? ყველაფერი მაინტერესებს შენზე და პატაზე ეხლა დაიდოს ინფორმაცია. გეუბნებოდი რომ ისედაც დაძმური ურთიერთობა. აქედან აი მახსოვს რასაც ვიზახდი, აქედან თავიდან ვიცარი. დაძმური. ამიტომ კოცნობ სულ. აუქნა თან უხდებ წვილი ის ეკრანზე ხო მართლა ეგრეა ოღონდ იმიტომ რომ ჩვენი წინა პროექტი მელაპარაკება დავიღალე აი მე ჩვენი წინა პროექტი იყო რაღაც ძალიან სასაცილო ექსპერიმენტი იყო რაღაც მოკლე ფილმი ექსპერიმენტი სადაც ირჩევ მსახიობს ანუ რო შეგეძლოს რომ აირჩიო რომ აი ამან ითამაშოს ეს და იმან ითამაშოს ეს და ესე ცვლი შენ თვითონ კომბინაციებს ამიტომ გჭირდებოდა ძალიან ბევრი დუბლის გადაღება და შაბლონად აიღეს კუკარაჩა და მე და პატა ვთამაშობთ ხალხ ნუ კუკარაჩასში და ერთ ვერსიაში მე ვარ ანიკო და ის არის კუკარაჩა და მეორე ვერსიაში მე ვარ ინგა და ის არის მურტალო და ესე პირიქით ვსვლით ერთმანეთს და ძალიან სასაცილო ეს იყო გამოცდილება კუკარაჩა შავს ნიშნავს ხო იცი მაგიტო იქნება ტარაკანას არის შავს მაგიტო იქნება და კაი კუკარაჩა აუ მე მომწონს შეგროვანი ბიჭები მე სამწუხაროდ ეს მომწონს შეგროვანი აუ ძალიან უხდებით რა კაი წყვილი ხართ ხო და ძალიან ველოდები მე იმედია ეს გამოირკვევა მალე ეს ურთიერთობა საითკენ წავა და ეს ბიჭი ინანებს რაღაც არ ამგონია მაგრამ რომელი სცენა გაგიჭირდა სერიალში ყველაზე მეტად ან გეუხერხულა ხო ჩვენს მეგობრებს ვკითხეთ რა შეკითხვებს დაგისვამდნენ ეხლა აქ რო ისხნეთ პირველი სცენა რომელიც მე მინდოდა რომ ძალიან კარგად გადაღებულიყო მე და თინა რო ვკამათობთ ლალალენდზე იმ სცენაში რაღაც დაემართა ბოთლს და მხატვრები ძალიან მეჩხუბებიან რომ რატო არ ამბობ რომ თან გეხმარებოდითო და მეხმარებოდნენ მართლა მხატვრები მაგრამ რაღაც დაემართა ბოთლს და გადადიოდა საღებავი და ამიტომ ყველა დუბლში ან მთელი პირი ლურჯი მქონდა, ან მთელი ხელი ლურჯი მქონდა და ვერ ვმოძრაობდი ამ ბოთლით. და ესეთ პოზაში მაგიტო თამა, ან ჩემი ბრალი არ არის და შენ მითხარი და მარტო ყოველი დუბლის მერე შემოდიოდა მხატვარი და ამას მისუფთავებდა, მაგრამ ძალიან გზღუდავს ეგ მსახიობს და ლიზეუბნება. საერთოდ ვერ ხვდები რა ბოთლი. მე ანუ მარტო თვითონ იცის. ხო, მაგრამ ხო აი მსახიობის ტვინში ეგ ხდება მაგ დროს, რომ აი საერთოდ ვერ აკეთებ იმას, რაც გინდა რომ გააკეთო. საერთოდ ბოთლი თუ გიჭირავს ბოთლში არ. დიდი ლურჯი ბოთლი გამოვიტანოთ ეკრანზე ამით. ხო სხვა კითხვები რა არის? ისე აი ახლა ამას კარგად მოყვება, რასაც ლაპარაკობდა. თუ არის რამე ისეთი, რასაც ახლა შეცვლიდი და სხვანაირად იზამდი თამაშისას ამ სერიალში.
უამრავი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რაღაც, იმიტომ რომ ჟანრის მგონია რომ რომკომი საერთოდ არც მახსენდება ბოლო დროს გადაღებული ქართული რომკომი და მე არ ვარ თან რომკომების დიდად მაყურებელი, ამიტომ მგონია რომ რაღაცა ფერადოვნება მეტი შეიძლებოდა და რა თქმა უნდა, საერთოდ კინომსახიობობა მაგ მხრივ არის ესეთი მძიმე რაღაც, რომ ერთი დღის მერეც კი მიიჩნევ, რომ რაღაცა სხვანაირად გააკეთები. ამ პოლიტიკურ სიტუაციაში დღეს იგივე ის პირველივე ხუმრობა რაც არის პოლიციელის ხუმრობა გივიკოსი დღევანდელ დღეს ალბათ სულ სხვანაირად გავათამაშებდით, იმიტომ რომ ერთი წლის წინ არის გადაღებული ყველაფერი. აუ, იმ დღეს ის სტორი ვნახე და მაგაზე მინდოდა შენთვის მეკითხა. შენც იყავი დათაგული. ეკადემეტრაძე ვნახე მსახიობი ხელოვნური სუნთქვის, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტ სერიალია ქართული, აუ, რა კაი. ჩემი სხვათა შორის, ჩემი პირველი სერიალი არის ხელოვნური სუნთქვა, ანუ პირველი სერიალი, რომელსაც ვუყურე ქართული, არის ხელოვნური სუნთქვა. ხო არა? აუ, ძალიან მიყვარდა, ძალიან ველოდი მე გაგზალებოდა. და crossover იქნება? ხო და ეს მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ მუცლით დავინახე და ეკად დავფეხმძიმდა თუ ფილმში, სერიალში ხდება რამე. იქნება არ უნდა ვთქვა. არა, crossover-ი ხო თავისთავად არის ილია ვეკუაის ექიმი, ვინც არის პირველივე სერიაში, არის იგივე ექიმი, რომელიც არის ხელოვნურ სუნთქვაში, ამიტომ უკვე ვიცით რომ ეს სამყარო საერთოა, მერისი და ხელოვნური სუნთქვის. მე მგონი ეგეთი გამოცდილება არ გვაქვს ქართულ სერიალების სივრცეში, რომ როგორც მარველი. ხო, მე ძალიან მიყვარს crossover-ები. და შესაბამისად ძალიან საინტერესო არის ეგ, რომ ანუ იქაური პერსონაჟები, თავიანთ პერსონაჟები შემოდიან და არიან შენს ზუსტად და მე ეკას მაგას ვეუბნებოდი რომ მერი რო შევიდეს ხელოვნურ სუნთქვაში უფრო ლოგიკური იქნება, იმიტომ რომ ბევრად უფრო ადვილად გავიგებთ ვინ არის მერი დრამაში ვიდრე კომედიაში და ამას ხუმრობდი რომ პირიქით უნდა გავაკეთოთ თქო ახლა შემდგომი სეზონი. ეს თიმს გავაგებინოთ. შენ დაარსე ჯილდო. შენმა ფონდმა დაარსა ჯილდო, ამ რაღაც ძალიან გაჭირვებულდა ისე უსახსრო სიტუაციაში, დაფუძნდა ეს ფონდი, ნატოაშნაძის ფონდი და როგორ ვთქვა, ცერემონია, დაჯილდოების ცერემონია სახელწოდებით ელისო. მე როგორც ვიცი, შენ მარტომ გააკეთე ეგ, ძალიან დიდი სირთულეებთან იყო დაკავშირებული და უბრალოდ რო გვიცხრა, როგორი ჟიური ყავდა. ანუ ეს ხალხი პატივისცემით, როგორი ხალხი ყავდა, იცი? ბერლინალიზე კაი ჟიური ყავდა. თვითონ ერიდება თქვა და შენ არა, ჩამოთვალე. კარლოს რეიგადასი, აგნიეშკა ჰოლანდი, ანჯელიკი პაპულია ფანტასტიკური ბერძენი მსახიობი, ტომას ჰაკიმი ასევე ძალიან კარგი პროდიუსერი, დიტო ცინცაძე, სალომე კიკალეიშვილი და ელენე ნავერიანი და მგონია რომ ძალიან კარგი ხალხი იყვნენ და ძალიან ვაფასებ მათ თანადგომას და ქართული კინოს გვერდით ყოფნა. ხო, ეხლა ძალიან მომინდა რომ გამოვაგზავნოთ ჩემი შემდეგი ფილმი. მომავალ წელს ხო. შენთან. კარგი, სანამ დავასრულებთ, ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ამ პოდკასტის დაწყება არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პროკრასტინაცია გვაწუხებს ძალიან ხშირად, გადაგვედო იქიდან გამომდინარე თუ რა ხდებოდა ქვეყანაში და ჩვენს რომ წერდით ერთმანეთს, ანუ ეხლა ძალიან ფერადი სტუდია გვაქვს და რაღაც, მაგრამ არ გვინდოდა რომ თიკომ წერდა რომ რაღაც ისინი არ ვიყოთ რა ქვია Hunger Games-ში რო entertainment-ია. ეგრე არ გვინდოდა და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რაღაცის აღნიშვნა, მით უმეტეს შენ რო ხარ აქ უფრო ებმევა ამას თემატურად, რომ ეხლა ხანს იყო ჩვენი საყვარელი მსახიობი სანდროს დაბადების დღე. გუშინ. ხო. კოლეგა და მეგობარი ძვირფასი. ანუ ეხლა ხანს იმიტომ ვთქვი რომ არ ვიცი როდის დავდებთ, მაგრამ კაი გუშინ იყო სანდროს დაბადების დღე. ჩვენი ძვირფასი კოლეგის და მე მინდა რომ მიულოცო და ვუთხრა რომ ძალიან მისაბაძი ადამიანია და დიდი იმედი მაქვს რომ თუ მეორე სეზონი გამოვა ვინიც ის მერლის მისი პერსონაჟიც ექნება საშუალება რომ ითამაშოს და შემოვიდეს. სხვათა შორის განიხილებოდა გუგას როლზე. ხო. აქ მინდოდა კიდე მეთქვა რომ ჩვენ სამივე მიულოცავთ ჩვენი ძალიან ძვირფასი კოლეგა და მეგობარი ანდრო და თავისუფლება რეჟიმის ტყუებს რა თქმა უნდა სოლიდარობა და თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და კიდე მინდოდა ესეც მეთქვა რომ რამდენიმე მისი აი ზოგან არის თქვა ეპიზოდური როლები, ზოგან მთავარი როლი აქვს და ბევრი მათგანი არის კავია პლუსეც განთავსებული და მე უბრალოდ მინდოდა ვინმეს თუ უნდა ეხლა ამ კვირაში თან ანდროს დაბადების დღე რო იყო უყუროს ამ ფილმებს, დიტო ცინცაძის ორ ფილმშია და ამერიკათენდა და შინდისშიც არის. და უარყოფით რიცხვებში, სხვათა შორის გუშინ უტაბერიამ რომ მოულოცა, ამონარიჯი იყო, ანდროს გმირი რო გამოდის და სადღე გზელას ამბობს და აი ძალიან სხვათა შორის ძალიან საინტერესო სიტყვას ამბობდა, რომ ჩვენ და გავიმარჯვოთ და ძალიან პატარა არის. პატარა ბავშვია. ძალიან სხვათა შორის იმიტომ აღვნიშნე რომ გუშინ იყო ანდროს დაბადების დღე, რომ სულ ეს დღეები რაღაც გვიწევს აქტიურობა, ეს ოკეი ჟურნალი რო ახსენ რომ და პატა იქ ვიყავით ანდროს დაბადების დღეზე, სულ ხაზგასმა მინდა ხოლმე რომ ვიცოდეთ რა დროში და რა სივრცეში ვართ და ამიტომ ისეთი პედანტურად ზუსტ თარიღს ვამბობ და ეს ვიგულისხმა, იმიტომ რომ
მეც მინდა რომ თავისუფლება ვუსურვო და რაღაცა მართლა დაუჯერებელია ჩემთვის ამ რეალობაში ყოფნა, რომ ცხოვრება გრძელდება და ვერ შევჩერდებით და არც უნდა გავჩერდეს და თქვენც ეს საქმე უნდა აკეთოთ არაჩვეულებრივმა ქალებმა და ქალების ხმის გამაძლიერებლებმა, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის ჩვენთან ერთად არის ანდრო და ფიქრი ანდროზე. კარგი ნატალია, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენს საძინებელში და გვეჭორავე და იმედი მაქვს რომ დაიდება ეს ეპიზოდი. კეთილი მგზავრობა, იმედია მეც მალე შემოგიერთდები. აგვისტოში გნახავთ. გაგიმარჯოს რომ მინდოდა შევდავებ დამუწლით. მოდი, ჩერით მოისადაგდავას ხა და იმას. ერთი შეუჭახუნოს და წავედით აწესახში. ოქტომბერშიც გადაიღეთ ხო ეს გადაცემა, მინდა რომ აქ დაგეწყოს ის. მშობიარობა? კი, ეს იქნება კავე+-ის ექსკლუზივი. გავამარჯოს ჩვენ პირველ გადაცემას. კოკა-კოლა ჩერის გემოთ. ეს სხვა მრავალი კოკა-კოლა ჩერის გემოთი, ალუბლის. ნახვამდის. კარგად.